ზოგადად აქსესუარი, ამ შემთხვევაში სათვალე, არ უნდა იყოს მხოლოდ მზისგან დამცავი, ანუ ფორმებს და ესე ვთქვათ დიზაინს ჩემთვის ბავშვობიდან ყველა მიმართულებაში ტანსაცმელი იქნებოდა ეს, აქსესუარები იქნებოდა მანქანა თუ ასე შემდეგ. ლამაზ ფორმებს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და განსხვავებულს. მე ვარ ნიკოლოზ ბრიგაძე, ბრენდ ნიკოლო ბრიგაძე დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი. პირველი სათვალე გავაკეთე ჩემთვის, უბრალოდ მინდოდა რომ განსხვავებული ნივთი მქონოდა. პირადი გამოყენებისთვის, ვინაიდან რადგანაც ბავშვობიდან ესე ჩხილკედელა ადამიანი ვიყავი და ჩემი ხელით ვცდილობდი ბევრი რაღაცის გაკეთებას და ეს იყო ჩემი ჰობი. დამებადა ერთ დღეს იდეა რომ სათვალე გამეკეთებინა ხისგან. გავიკეთე უნივერსიტეტში და ძალიან მოეწონათ ჩემს ლექტორს, ასევე ჩემს კურსელებს და მან უკვე გაჩნდა იდეა ერთ-ერთი ჩემი ლექტორის, სტატისტიკის ლექტორის გიორგის ესე ვთქვათ ჩაძახილით გაჩნდა იდეა რომ მან მითხრა რომ შეიძლებოდა ამ ყველაფრის გადაქცევა კარგ ბიზნესად, რადგანაც დაინახა მან რაღაც პოტენციალი იმ პროდუქციაში. ეს როგორც კი მე გავიგე და მოვისმინე ეს განსხვავებული აზრი იმის შესახებ რომ შეიძლება ამით რაღაცა ფული ვიშოვო ან უფრო მეტად საინტერესო გავხადო ეს მიმართულება, უკვე დავიწყე მუშაობა ინფორმაციის მოძიება და ასე შემდეგ. არანაირი ინფორმაცია არ მქონდა, არც ტექნოლოგია, არაფერი არ ვიცოდი და ყველაფერი უნდა დამეწყო ნოლიდან, ესე ვთქვათ და უნდა მიმეყვანა, მიზანი მქონდა ეგ რომ რაღაცა სრულყოფილი პროდუქცია უნდა მეკცია ეს ჩემი ჰობი. ეს დრო რაც გითხარით 6-7 თვე რაც იყო, ეს იყო ძალიან ბევრი გათენებული ღამე, ძალიან ბევრი ინფორმაციის მოძიება, ტექნოლოგიების სწავლა, პროდუქციის ხარისხის რაღაცა დონემდე მიყვანა, საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესი იყო. ეხლა რომ ნახოთ ჩვენ როგორ ვაკეთებთ რაღაცას, იფიქრებთ რომ რა მარტივია, მაგრამ ამ სიმარტივემდე რომ ეს ტექნოლოგიურად მიგვეყვანა, ამას საკმაოდ დიდი შრომა დაჭირდა. ძალიან ბევრი გათენებული ღამე და საკმაოდ დიდი ნერვები, იმიტომ რომ მე ვიყავი მარტო მაშინ, ესე ვთქვათ ამ ჩემს საქმეში და საქმესაც ვერ უწოდებდი, სწავლის პროცესში ვიყავი, თუმცა ძალიან საინტერესო იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მე ძალიან სიამოვნებდა ამ ყველაფრის კეთება, იმიტომ რომ ეს ხესთან მუშაობა, ეს პროცესი თუ არ სიამოვნებს და შენში თუ არ ზის, ვერ გააკეთებ ისე რა, ვიღაც ადამიანს ვისაც მაგის ინტერესი არ აქვს, ვერ ეტყვი რომ გააკეთეთ ხო რა, იმისთვის ტანჯვა იქნება ეს ყველაფერი და ჩემთვის ეგ იყო სიამოვნება, თუმცა გარკვეულწილად რა თქმა უნდა საკმაოდ ბევრი შრომა დაჭირდა იმ ყველაფერს. ფიქნასწავლი მხატვარი ვარ, ესე ვთქვათ რა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი სათვალეც რომელიც გავაკეთე, ეგეც ძალიან განსხვავებული დიზაინით იყო, უბრალოდ ჩემი ჩავხატე და ისეთი გავაკეთე რა და თვითონ ამ პროცესს რაც შეეხება, მე ძალიან მიმარტივდება მაგალითად ახალ დიზაინებზე მუშაობა, თუმცა სხვა ადამიანები რომლებიც მიყურებენ და ხედავენ რომ ამას ძალიან მარტივად ვაკეთებ, მეუბნებიან რომ ეს რთული საქმე ესე მარტივად როგორ გამოგდის და მე კიდევ ვფიქრობ რომ ეს ჩემთვის ძალიან მარტივია და ასე ვთქვათ, რაღაცა ზედმეტი ფიქრები არ მიწევს, რომ აი როგორი დიზაინი შევქმნა, ასე შემდეგ, აი ათასობით ესკიზი მაქვს შექმნილი ამ წამსაც და ხანდახან დავფიქრდები და ვფიქრობ ხოლმე რომ აწი რომც არ დავხატო რამე, იმდენი ესკიზი მაქვს სახლში ჩანახატები, რომ მთელი ცხოვრება ალბათ ჩემ ბრენდს დამშთამომავლებს ყველას ეყო. ჩემი პროდუქცია თავდაპირველად, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხის სათვალეებით შემოიფარგლებოდა, თუმცა გარკვეული დროის მერე ბრენდის განვითარებასთან ერთად, ესე ვთქვათ, ჩემი მუშაობის პროცესი, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, უკვე დავიწყე სხვა რაღაცებზეც ფიქრი, მოდი აბა ვცადოთ საათი, ვთქვათ, შემდეგ უკვე ჩანთა, იმიტომ რომ ტყავზე მუშაობაც მსიამოვნებდა და ვფიქრობდი, რომ საინტერესო ნივთების შექმნა შეიძლებოდა. და ამიტომ დავამატეთ საათებიც, სათვალე, ტყავის პროდუქცია. შემდეგ უკვე დავიწყე ვერცხლის ჩარჩოების გაკეთება სათვალეების, ასევე ვერცხლის საათების
და ნელ-ნელა მრავალფეროვანი გავხადეთ, უფრო მეტად ჩვენი არჩევანიც უფრო დიდია და ყოველდღე მუშაობთ, რომ უფრო და უფრო მეტი სიახლე გქონდეს ბრენდში და არ ვიყოთ კონკრეტულ ერთ სახეობის პროდუქციაზე ორიენტირებულები. მთავარი ნიშა, ასე ვთქვათ, არის, რომ არის ხელნაკეთი თითოეული, ჩვენი ბრენდი მაინც ხესთან და სათვალესთან და ხელნაკეთთან ასოცირდება და ასევე აუცილებელია ხარისხი, ვაუმჯობესებთ, რა თქმა უნდა, დღითი დღე ყოველთვის უფრო მეტად ორიენტირებულები ვართ, რომ ხარისხიანი პროდუქცია გავაკეთოთ, იქნება ეს ტყავის თუ ხის ნაწარმი. ჩვენი სეგმენტი არის ადამიანები, რომლებსაც უყვართ გემოვნებიანი ჩაცმა და ამ ადამიანებისთვის არ არის სათვალე ან კონკრეტული აქსესუარი, უბრალოდ რაღაც ისეთი ნივთი, რომლისგანაც მზისგან იჩრდილავს მაგალითად თვალს. უნდა უყვარდეს განსხვავებული ნივთები, ჩვენი სეგმენტიც ეს არის, უყვარდეს ხელნაკეთი პროდუქცია და ჩვენი, ესე ვთქვათ, გულშემატკივარიც უნდა იყოს, ჩვენ გვიხარია ეს, იმიტომ რომ სტიმულს გვაძლევს ჩვენი მომხმარებელი, ჩვენ ყიდით სხვა საზღვარგარეთაც, თუმცა ჩვენი ძირითადი მომხმარებელი არის ქართველი ადამიანი და ამიტომ ძალიან გვიხარია, როცა გვაფასებენ სოციალურ ქსელებში იქნება ეს თუ პირდაპირ ეს ცხოვრებაში, როდესაც მაღაზიაში მოდიან. როგორც უკვე გითხარით, დიზაინი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ გვქონდი მაქსიმალურად განსხვავებულ დიზაინებსაც და ამავდროულად მე მქონდა ხაზი და ეხლაც მაქვს ყოველდღიური გამოყენების პროდუქციის. ეს განსხვავებული დიზაინები, ესე ვთქვათ, გაიკეთა ჰოლივუდის ვარსკვლავმა, კაილ ჯენერმა, კარდაშიანმა და განათავსა თავის ინსტაგრამზე, ჩვენი სათვალეთ. ну ეს იყო, ესე ვთქვათ, გარდამტეხი მომენტი როგორც ბრენდის ისტორიაში, ასევე ჩემშიც უკვე ყველაფერი შეცვალა, იმიტომ რომ თუ მანამდე ძალიან სერიოზულად ვუდგებოდი ამ საკითხს, მაგრამ ამ ესე ვთქვათ ფაქტის შემდეგ ეს ყველაფერი უფრო გაათმაგდა ჩემში, უფრო მეტი мотиваციაც მქონდა, იმიტომ რომ მე დავინახე, ვთქვათ, ის სადღაც ის წერტილი, სადაც უკვე მივდიოდი, ანუ როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავი შენს პროდუქციას ირგებს და პოზირებს კამერების წინ, მე თავის სოციალებში ათავსებს თანაც ისეთი, რომელსაც ანუ ერთ დღეში 5 მილიონი მოწონება ჰქონდა იმ ფოტოს. ну ეს იყო ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი მომენტი, სადიდანაც ახალი ფურცლის დაწერა დავიწყეთ უკვე ჩვენ. ხელით გაკეთებული პროდუქცია საკმაოდ დიდ შრომას მოიცავს. თითოეულ დეტალს უნდა მაქსიმალურად დიდი ყურადღების დათმობა. საწარმოო პროცესს რაც შეეხება თავიდან ბოლომდე ვაკეთებთ ჩვენ, ანუ ნოლიდან, რაღაც კონკრეტულ მასალებიდან, ანუ ნოლიდან ვიწყებთ და უქმნით აი პროდუქციას, რაც წარმოდგენილი გვაქვს დღეს ბაზარზე გასაყიდად. რა თქმა უნდა, ძალიან შრომატევადია, ბევრი ნერვებსაც მოითხოვს, ესე ვთქვათ, დროსაც და ყველას არ გამოსდის, რაც ყველაზე მთავარია, იმიტომ რომ ეს ხელით მუშაობა ძალიან ჩვენ საიუველერო საქმიანობას ვეწევით და ძალიან მნიშვნელოვანია პატარა დეტალები, სიზუსტეები. ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ, რომ დიდი დრო დავუთმოთ კონკრეტული პროდუქციის გაკეთებას, რომ რაიმე შეცდომა არ გაგვეპაროს. თითოეულ პროდუქციაში ეს ხის სათვალე იქნება, ვერცხლის იქნება თუ ტყავზე მუშაობა ყოველთვის გვიწევს ბევრად მეტი დროის დათმობა, ვიდრე ქარხნული არის. და ვცდილობთ, რომ ჩვენი სული ჩაუდოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი გული ჩაუდოთ ამ ყველაფერში და რო აიღოთ თქვენ დააკვირდეთ ჩვენ ორ სათვალეს, რომელიც ერთი და იგივე მოდელია, რაღაც განსხვავებებს იპოვით. აი ეგ არის ყველაზე მთავარი, რომ განსხვავებულია თითოეული ინდივიდუალურია და ერთი ცალი, როდესაც გაკეთდება, ის მეორე არ მეორდება რა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად კარგი ხარისხი დავდოთ და ჩვენზე რაც არის დამოკიდებული, შეცდომები არ გაგვეპაროს. იდეებს რაც შეეხება ჩვენ თავთან როცა მარტო რჩები, შემიძლია რომ მაშინ უფრო მეტად ვიმუშაო, ესე ვთქვათ. აი ყოფილა მომენტი რომ შეიძლება 3 თვე, 4 თვე არაფერი არ დავხატო, არც ერთ ესკიზზე ახალზე არ ვიმუშაო და აი ერთ ღამეში მაგალითად შეიძლება 50 ახალი მოდელი ჩავხატო, ჩანახატი გავაკეთო, მე უკვე სრულყოფილება რომ მივცე და ესე ვთქვათ, უკვე გადმოვიტანო ეს რეალობაში, ჩემთვის უკვე მე ჩემი ტექნოლოგია, ესე ვთქვათ და ჩემი
ჩემი საწარმოო პროცესი იმდენად მორგებული მაქვს ჩემს იდეების განხორციელებაზე, რომ ძალიან მარტივი ხდება რა. ძალიან რთული არის ალბათ იმ დიზაინერებისთვის მუშაობა, ვინც ცალკე ესკიზს ქმნის და უკვე წარმოებელი სხვა ყავს, იმიტომ რომ წარმოებლის და ესკიზების შემქმნელის რაღაცა ტექნოლოგია ერთმანეთს უნდა თითქოს დაამთხვიო რა, თუ გინდა რომ მიიღო ის, რაც გონებაში გაქვს და ამ შემთხვევაში, რადგანაც მე თავიდან ბოლომდე 100%-ით ვიცი ჩემი ტექნოლოგია, იმიტომ რომ ყველაფერს ჩვენი ხელით ვაკეთებთ, ხელით ვეხებით და მე ზუსტად ვიცი რისი გაკეთება შეგვიძლია, რისი არ ცოტა რთულია ისეთ საკითხია, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერს გაკეთება შეგვიძლია, რაც სათვალეს ეხება რა. იმიტომ რომ ტექნოლოგიურად ესე გვაქვს მორგებული. ამიტომ უკვე მარტივი ხდება მუშაობის პროცესშიც იმ ჩემი იდეების და ჩანახატების გადმოტანაც. თან ეს მუშაობის პროცესი იმდენად საინტერესოა, რომ შეიძლება რაღაც ჩანახატი და კონკრეტული ფორმა მუშაობის პროცესში შევცვალო რა, იმიტომ რომ დამანახებს პროცესი, რომ უფრო სხვანაირად შეიძლება გაკეთდეს და უფრო იდეალურ შედეგს დავდებ, იმიტომ რომ ჩვენ არ ვფიქრობთ მხოლოდ მოდი ფორმა გავაკეთოთ, გავყიდოთ. ჩვენ ვფიქრობთ რომ მოვარგოთ ეს ყველაფერი ადამიანებს, იყოს ეს ყველაფერი კომფორტული, ყოველდღიურ გამოყენებაში კომფორტული და ამიტომ ეს ჩვენი ხელით შექმნის პროცესი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ სრულყოფილად ვაქციოთ ეს და ჩვენი მთელი სული გული ჩავდოთ თითოეულ პროდუქციაში, რასაც ვაკეთებთ. ჩემი ბრენდი ჩემს ცხოვრებაში არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მე ამ ჩემ ბრენდზე უფრო ძვირფასი, ესე ვთქვათ, და მნიშვნელოვანი არაფერი არ მაქვს და არ გამაჩნია. მთელი ჩემი სული, გული და ინტელექტი არის ჩადებული ჩემ ბრენდში. 24 საათის განმავლობაში, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ჩემთან ერთად არის და ვფიქრობ, რა შეიძლება უკეთესი გავაკეთო, ან რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ უფრო უკეთესი გავხადო ჩემი ბრენდი, უფრო წინ წავიდე და მეტი განვითარება მქონდეს. ნუ ალბათ არ არსებობს თანხა ან რამე, რის გამოც დავთმობდი ჩემს ბრენდს.